გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ეკო და დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ მსოფლიო ჩემპიონატზე, ფეხბურთის ზეიმზე და იმ პოლიტიკურ ასპექტებზე, რომელიც ყოველთვის თან ახლდა მსოფლიო ჩემპიონატს და განსაკუთრებით კი ეს იგრძნობოდა წარსულში, როდესაც გეოპოლიტიკურ ანარეკლს გადმოსცემდა ხოლმე საფეხბურთო მოედნები. სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, პირველ რიგში მინდა რომ მიულოცო საქართველოს, მიულოცო კვარაცხელიას, ეს ისტორიული გამარჯვება და ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს და რაც შეეხება იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც ვერ მალავენ საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას ხვიჩას მიმართ, უბრალოდ სირცხვილია მეგობრებო, ამით თქვენ ერთ პერსონას კი არ ებრძვით, არამედ ებრძვით იმ ღირებულებას ქართველობისა, რომელსაც ესე შეყურებს მთელი ერი და განსაკუთრებით მომავალი თაობა. ახლა კი გადავიდეთ ჩვენს ეპიზოდზე და გადავიდეთ საქმეზე, როგორც იტყვია. პირველი ესეთი დიდი პოლიტიკური მსოფლიო ჩემპიონატი იყო 1934 წლის რიგით მეორე მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის მასპინძელი ქვეყანა გახლდათ ფაშისტური იტალია და ამით უკვე ბევრი რამეა ნათქვამი, თუმცა მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა იმ პოლიტიკურმა სპექტაკლმა, რომელიც დადგა ფაშისტურმა იტალიამ ამ საფეხბურთო ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა არც არის გასაკვირი, რომ ყველა აი ამ დიდი სპექტაკლის უკან იდგა დუჩე, ფაშისტური იტალიის ხელმძღვანელი ბენიტო მუსოლინი. იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ თუ რა ატმოსფეროს უფევდა იმ პერიოდში იტალიაში, საჭიროა ცოტა უკან გადავახვიოთ ისტორია, მოკლედ 1922 წელს მარში რომზე ფაშისტური მოძრაობა ძალაუფლებას იღებს იტალიაში, ბენიტო მუსოლინი ხდება პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე წელიწადში ქმნის ის სრულიად ავტორიტარულ სისტემას, პრესა კონტროლირდება, ოპოზიცია იდეონება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტები ერთიანდება ერთი იდეოლოგიურ ჩარჩოში, რასაც ფაშიზმი ეწოდება და 1930 წლის დასაწყისისათვის იტალია უკვე აღარ არის ჩვეულებრივი ევროპული ტიპის სახელმწიფო, ეს არის რეჟიმი, რომელიც საკუთარ თავს ახალ იმპერიად ხედავს, ეს არის რომის იმპერიის თანამედროვე გაგრძელება. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ თანამედროვე გადმოსახედიდან ბენიტო მუსოლინის ფიგურა, თვითონ პერსონა, საკმაოდ მკაცრია და შეუთავსებელია ამ დემოკრატიულ პირებულებებთან, თუმცა იმჟამინდელ ევროპაში ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე მუსოლინი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მმართველად ითვლებოდა. არის ცნობილი ისტორია იმის შესახებაც, რომ იტალიაში ჩასულ ინგლისის პრემიერ-მინისტრს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ცოლმა დაავალა დუჩეს, ანუ ბენიტო მუსოლინის პორტრეტის წამოღება იქიდან. მოკლედ საკმაოდ ესე იგი პოპულარული ლიდერი გახდათ ბენიტო და სწორედ ამ პოლიტიკურ კონტექსტში მუსოლინი იწყებს სპორტის გამოყენებას როგორც სახელმწიფოს იმიჯის ინსტრუმენტს. ფეხბურთი, რომელიც უკვე პოპულარულია ევროპაში, ხდება იდეალური პლატფორმა მასობრივი გავლენებისათვის. 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიისთვის იყო შანსი ეჩვენებინა მსოფლიოსთვის არა მხოლოდ სპორტული ძალა, არამედ ის პოლიტიკური სისტემის თავისებურება, რომელიც თითქოს დისციპლინით, ორგანიზებულობით და სიძლიერით გამოირჩეოდა და ამით მოეხდინა გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე. FIFA ოფიციალურად რა თქმა უნდა რჩებოდა ტურნირის მმართველი ორგანიზაცია, თუმცა რეალურად მთელი კონტროლი ამ 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა იყო დუჩეს ხელში. ყველაფერი დაიწყო 1932 წელს, როდესაც FIFA-ს კონგრესი გაიმართა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში და იქ რამოდენიმე ქვეყანა, მათ შორის ესპანეთი, უნგრეთი, თავად შვედეთი და ფაშისტური იტალია ცდილობდნენ რომ მოეპოვებინათ 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. ამ შემთხვევაში FIFA-მ უარი უთხრა ესპანეთსა და უნგრეთს, რადგანაც მათი მიერ წარმოდგენილი პროექტებით ის ვერ მოიხიბლა და მარათონში დარჩა შვედეთი, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ნაკრები ყავდა და ასე თუ ისე FIFA-ს მესვეურებთანაც ჰქონდათ ის კარგი ურთიერთობა და მეორე ეს იყო ფაშისტური იტალია დუჩეს წყინვალებით და იმ ახალი იმიჯის მიზიდულობით, რომელიც იმჟამინდელ ევროპაში, როგორც უკვე აღნიშნეთ, საკმაოდ პოპულარული გახლდათ.
საინტერესო არის ის, რომ იტალიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჯუზეპე მაურა. მართალია ის, რომ ჯუზეპე იმ პერიოდში გახდათ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და თითქოს აქ გასაკვირი არც არაფერი არ არის და ბუნებრივია პროტოკოლით გაწერილი ამბავია მისი ხელმძღვანელობა დელეგაციისა, მაგრამ რეალობაში ჯუზეპე მაურა იყო ფაშისტური იტალიის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და რა თქმა უნდა ბენიტო მუსოლინის ახლო მეგობარი. შესაბამისად ადვილი წარმოსადგენია თუ რა мотивაციით გაემგზავრა იტალიური დელეგაცია ამ სამიტზე. იმ ექსტრავაგანტული იმიჯის მიღება, რომლითაც იტალია იმჟამინდელ ევროპის ქვეყნებს ხიბლავდა, მათ საკმაოდ საინტერესო კომერციული წინადადება ჩაიტანეს სტოკჰოლმში და FIFA-ს მესვეურებიც ადვილად დათანხმდნენ იმას, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდებოდა იტალიაში. ეს იყო პრაქტიკულად ინოვაცია იმ პერიოდში, რადგანაც წინა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ურუგვაიში ჩატარდა, მოიცავდა მხოლოდ ერთ ქალაქს და ახლაც იტალიის კონკურენტი ქვეყანა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სტატუსთან, შვედეთის თამამხმარებლობაში, მათაც წარადგინეს სტანდარტული გეგმა იმის შესახებ, რომ ყველა მატჩი გაიმართებოდა ერთ ქალაქსა და ერთ სტადიონზე. შესაბამისად, იტალიამ ეს ტურნირი გახადა კიდევ უფრო მოცულობითი, რამა შეთავაზა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაეტარებინათ ტურნირი, რაც უფრო საყოველთაოს გახდიდა აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატს და უფრო მეტად პომპეზურად წარმოაჩენდა თვითონ ფეხბურთს მსოფლიოს წინაშე. საინტერესოა ის, რომ 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიიღო დიდმა ბრიტანეთმა და არ მიიღო ურუგვაიმ. ურუგვაის ქონდა ამის მიზეზი, იმიტომ რომ როდესაც ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, მაშინ ევროპის რიგმა სახელმწიფოებმა მაშინ მონაწილეობა არ მიიღეს და შესაბამისად მათაც თითქოს ამ ჟესტით სამაგიერო გადაუხადეს ევროპელებს. ვიტორიო პოცის გაწვრთნილი სკვადრა აძურა, რომელიც ძირითადად ბირთვს იმ წლებისთვის საუკეთესო იტალიური გუნდის ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელები წარმოადგენდნენ, ისედაც ძლიერ ნაკრებად ითვლებოდა და იმ პერიოდის ფეხბურთში და აღსანიშნავია ის, რომ ამ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო ზოგადად იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი ჯუზეპე მეაცა. ისტორიამ არაერთი ცნობილი ფრაზა შემოგვინახა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამდა თავად ფაშისტური იტალიის ხელმძღვანელი ამ მსოფლიო ჩემპიონატს, მაგალითად იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს, განუცხადა მუსოლინიმ იტალიის ოლიმპიური კომიტეტის თავკაცს ჯორჯო ვიკარიოს თამაშის წინ, თუმცა ვიკარიომს პასუხმა არ დააკმაყოფილა და მან ხელმეორედაც გაუმეორა, თქვენ ვერ გამიგეთ, გენერალო იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი აუცილებლად უნდა მოიგოს. მისთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავდა საკუთარ კედლებში საკუთარი პოლიტიკური სისტემის უპირატესობის წარმოჩენა, რომელიც აისახებოდა არა მხოლოდ ცხოვრების დონეზე ან ორგანიზაციულ მენეჯმენტში, არამედ აისახებოდა უმაღლეს სპორტულ ესტაფეტაზეც. იტალიამ საკმაოდ იულად გაიარა მეოთხედფინალამდე მისასვლელი გზები, თუმცა მეოთხედფინალში მას დაუპირისპირდა საკმაოდ ძლიერი ევროპული ნაკრები ესპანეთის სახით, პირველი მატჩი, რომელიც დიდი ფიზიკური დაპირისპირებით გამოირჩეოდა და უხტრავიანი აღმოჩნდა დასრულდა ფრედ 1-1, გამეორებით შეხვედრაში კი ესპანეთს გამოაკლდა მთავარი კაცი, ალბათ იმდროინდელი ესპანეთის ნაკრებში რიკარდო ზამორა და იგი შეცვალა ბარსელონას კარის დარაჯმა ხუან ხოსე ნოგესმა და ეს შეხვედრა გადაწყდა ჯუზეპე მეაცას 11 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით საბოლოო ჯამში. იტალიამ სძლია ესპანეთს და ჩვენ მივიღეთ ნახევარფინალი. ნახევარფინალში იტალიელებმა მისი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე იმ პერიოდში უგო მაიზლის ავსტრიის ნაკრებს ძლიეს, იმ უგო მაიზლისა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ტურნირის იტალიაში ჩატარებას და მოითხოვდა მის 2 წლის გადადებას. შესაბამისად შეხვედრა პრინციპული იყო და ეს გამარჯვება სახალხო ზეიმად იქცა იტალიაში. ეს ტურნირი ისტორიაში გამოირჩეოდა იმით, რომ ჩატარდა მესამე ადგილისათვის მატჩი პირველად და ამ ასე იგი მატჩი გერმანელებმა დაამარცხეს ავსტრიელები 3-2 და 3 დღის შემდეგ უკვე გაიმართა რომში ფინალი, სადაც გათამაშდა ნიკიას ოქროს
თასი, სადაც კვადრა აზურამ დაამარცხა ჩეხოსლოვაკიის საკმაოდ ძლიერი ნაკრები და ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. იტალია მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაზე დახარჯა იმ დროისათვის უზარმაზარი რესურსები, აშენდა ახალი სტადიონები, განახლდა ინფრასტრუქტურა, ქალაქებში ჩატარდა მასშტაბური რეკონსტრუქციები. რეჟიმი, რა თქმა უნდა, განიხილავდა მას როგორც პოლიტიკურ ინვესტიციას და ცდილობდა ფეხბურთით და ამ კონკრეტული ტურნირით საერთაშორისო თვალსაზრისით საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გაძლიერებას. ეს იყო პირველი შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში, როდესაც სპორტულ ღონისძიებას სახელმწიფომ ამხელა მნიშვნელობა მიანიჭა. სტადიონზე იგრძნობოდა ეპოქის ატმოსფერო, ფაშისტური სიმბოლიკა იყო ყველგან, დროშები, ფორმები, სამხედრო ესთეტიკა, მასობრივი ორგანიზებული ცერემონიები. ფეხბურთი აღარ იყო მხოლოდ თამაში, ეს იყო სახელმწიფოს კომუნიკაციის ზენა. იტალიათ ამ ორგანიზებულ სანახაობას საკმაოდ ოვაციებით შეყურებდნენ ევროპელი სტუმრები, ევროპელი გულშემატკივრები. აღსანიშნავია ის, რომ ტრანსლაცია გადაიცემოდა 13 ქვეყანაში და ზოგადად აი ამ ტურნირზე მონაწილეობა მიიღო 259 ჟურნალისტმა მსოფლიოდან. შესაბამისად, დუჩესთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ყველაფრის ტრანსლირება ისე, რომ იტალიური იმიჯი საზოგადოების თვალში ყოფილიყო ამაღლებული და ტოლსტოი მათი ანტიკური წინაპარისა რომის იმპერიისა. დუჩე ალბათ რომელიმე რომის იმპერატორად წარმოიდგინა თავს, რომელიც კოლიზიუმის დიდებული ნაგებობიდან გაჰყურებდა ხოლმე რომის მოქალაქეებს. პოლიტიკური კონტექსტი, რა თქმა უნდა, არ აკლდა 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, თუმცა ამ კუთხით ალბათ ყველაზე გამორჩეულია 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ბოლო დიდი ტურნირი მსოფლიო ომამდე. FIFA-ს გადაწყვეტილებით მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა საფრანგეთი. მონაწილეობა ვერ მიიღო ესპანეთმა, რადგან ის ჩართული იყო სამოქალაქო ომში. მონაწილეობაზე უარი თქვა კვლავაც ბრიტანეთმა და პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა ქვეყანა ურუგვაი, მაგრამ ყველაზე ესეთი თვალსაჩინო ნაკრები, რომელიც ასახავდა იმჟამინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი, ეს იყო ნაცისტური გერმანიის ნაკრები, რომელმაც ფაქტობრივად 1938 წლის მარტში იმქანე სანამ მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყებოდა, მოახდინა ავსტრიის ანშლუსი, შეიერთა ავსტრია და ფაქტობრივად გააქრო ეს ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან და რაც ამ შემთხვევაში კონტექსტურია, გააქრო საფეხბურთო რუკიდანაც. შესაბამისად, ავსტრიის საკმაოდ ძლიერი ნაკრების უდიდესი ნაწილი აღმოჩნდა ბუნდეს ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ იყვნენ ისეთი პატრიოტი ფეხბურთელები, რომლებმაც უარიც კი განაცხადეს ბუნდეს ნაკრების მაისურით გამოსვლაზე, მაგალითად ისეთი ცნობილი ფეხბურთელი, როგორც გახლავთ მატიას ზინდელარი. აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი იმითაც გამოირჩეოდა, რომ პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მონაწილეობა მიიღო აზიის გუნდმაც, ეს იყო ჰოლანდიის ინდოეთი, ანუ დღევანდელი ინდონეზია. 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა პირველი პოკერიც, რომელიც პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელმა ვილიმოვსკიმ შეაგდო, თუმცა ვილიმოვსკის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად განვითარდა. მას შემდეგ, რაც პოლონეთი დაიპყრო ნაცისტურმა გერმანიამ, მან უკვე ბუნდესგუნდის მაისური მოიგო და გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი, სადაც 3-ჯერ გამოიჩინა თავი. ხოლო მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ვილიმოვსკი პოლონეთში აღარ დაბრუნებულა გასაგები მიზეზთა გამო და ადგილობრივ გერმანულ კლუბებში გააგრძელა მისი კარიერა. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, რომელიც საკმაოდ გაძლიერებული იყო ავსტრიელი ფეხბურთელების შეერთებით, მაინც ვერ მოახდინეს რაიმე ტიპის სენსაცია ამ მუნდიალზე და მერვედფინალში შვეიცარიელებთან დამარცხდნენ. ფინალი და მესამე ადგილისათვის მატჩი ერთსა და იმავე დღეს 19 ივნისში შედგა. ბორდოში ბრინჯაოს მედლები გათამაშდა, ხოლო პარიზში ოქრო და ვერცხლი. ბრაზილია საფრანგეთის საბოლოო ჯამში დატოვა ბრინჯაოს მედლით, ანუ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან დაამარცხეს შვედები და იმ მატჩში ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ და ბომბარდირმა ბრაზილიელმა ლეონიდასმა
ორი გოლი გაიტანა შვიდეთთან მატჩში და სელესაოს 4-2 გაამარჯვებინა. რაც შეეხება ფინალს, იტალიელებმა უნგრელებს შანსი არ დაუტოვეს და ის იტალიის ნაკრები საბოლოო ჯამში 1934 და 1938 წლის იტალიის ნაკრები იყო ერთ-ერთი ის უძლიერესი ნაკრები, რომელმაც ზედიზედ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება. არსებობს ცნობები, რომ გადამწყვეტი მატჩის წინ ვიტორიო პოცო მოთამაშეებს გასახდელში ბენიტო მუსოლინის დეპეშა გადასცა და დუჩე მხოლოდ ერთი წინადადებით მიმართავდა თანამემამულეებს გამარჯვება ან სიკვდილი. ის რომ დიქტატორის ეს მოწოდება მხოლოდ პატრიოტიზმის გაღვივებას არ წარმოადგენდა, ალბათ ყველამ კარგად იცოდა და პირველივე წუთებიდან იტალიამ ისე შეუტია, რომ პირველივე ტაიმის 3-1 მოიგო, მეორე ტაიმში მხოლოდ გოლები გაცვალეს გუნდებმა. ეს დამეჯდავისვლა იტალიამ ტრიუმფი დაამთავრა და იტალიის ნაკრების თავკაცი ვიტორიო პოცო გახდა ერთადერთი მწვრთნელი დღემდე, რომელმაც ორჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში დარჩა როგორც ბოლო დიდი საერთაშორისო სპორტული ტურნირი იმ მომენტამდე, სანამ ევროპა სრულად ჩაიძირებოდა მეორე მსოფლიო ომში. მართალია, რომ სტადიონებზე იგრძნობოდა ხიარულება, იგრძნობოდა საფეხბურთო ტურნირის მიმართ უდიდესი ინტერესი, გულშემატკივართა ოვაციები, თუმცა რეალურად ევროპა უკვე გარდაუვალ დაძაბულობის მომენტში შედიოდა. გერმანია იზრდებოდა როგორც სამხედრო პოლიტიკური ძალა, იტალია აგრძელებდა მის იმპერიული რიტორიკის გაძლიერებას, საბჭოთა კავშირი კი კონსოლიდაციას ახდენდა აღმოსავლეთ ევროპაში და მთელი კონტინენტი ნელ-ნელა კარგავდა ბალანსს გეოპოლიტიკურ რუკაზე.